რა გლობალურ ბიზნესზე ვისაუბროთ, ბიზნესში ძალიან დიდი ცვლილებებია და ყველა დიდი ცვლილება პრინციპში ბოლო პერიოდში არის დაკავშირებული ხელოვნურ ინტელექტთან, ტექნოლოგიასთან, რომელმაც ყველაფერი ამოაყერავა, როგორც ინვესტიციების, ასევე მუშაობის მიმართულებითაც, რადგანაც Microsoft-ის AI დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუსტაფა სულეიმანი საუბრობს პერსპექტივაზე, რომლის წინაშეც საზოგადოება ძალიან მალე აღმოჩნდება, სადაც ერთ ნახევარწლიან პერსპექტივაზე აქვს საუბარი, 10 წელი არ გეგონოთ. აი სწორედ ერთ ნახევარ წელიწადში მისი აზრით ძალიან დიდი რაოდენობა პროფესიებისა და სამუშაოებისა უბრალოდ გაქრება ბაზრიდან. მათზე მოთხოვნა იმდენად დაბალი იქნება, რომ შეიძლება 100 პროფესიონალის ნაცვლად იქნას ერთი საჭირო. და აქ რამდენიმე არის ჩამოთვლილი ამ პროფესიებიდან. ერთ-ერთი პირველი რაც მან ახსენა არის იურისტის პროფესია, რაღაც ბოლო პერიოდში ყველა სამიზნედ ამოიღო იურისტები, ასევე ბუღალტრები და ბუღალტრები და იურისტები არ უნდათ ხელოვნურ ინტელექტში. კი, ნამდვილად ასევე პროექტის მენეჯერები, ზოგადად შუარგოლის მენეჯერები, კომუნიკაციის მენეჯერები, PR მენეჯერები, ასევე მარკეტოლოგები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძირითად სამუშაოს ასრულებენ ოფისებში კომპიუტერებთან. აი აქ არის მთელი ამოსავალი წერტილი. როგორც სულეიმანი ამბობს, ყველა ის სამუშაო, რომელშიც არის ჩართული კომპიუტერული სისტემა და ადამიანი, იქნება ჩანაცვლებული ხელოვნური ინტელექტის მიერ, რადგანაც AI-ზე უკეთესად კომპიუტერთან ადამიანი ვერასოდეს ვერ იმუშავებს, რადგანაც AI თვითონ კომპიუტერია და ამისი ყველაზე თვალსაჩინო დასტური უკვე არის კოდის მწერალების, ეგრეთ წოდებული IT-შნიკების, ანუ დეველოპერების ინდუსტრია, სადაც არა თუ უბრალოდ რევოლუცია მოხდა, არამედ ერთ თვეში აღმოაჩინეს, რომ მათი სამუშაოს 90% უკვე იყო ჩანაცვლებული თანაც წარსულ ფორმატში. აი ესეთ რეალობაში გაიღვიძეს დეველოპერებმა და ვხედავთ, რომ სილიკონის ველზე საერთოდ დეველოპერების ვაკანსიებს აღარც კი აცხადებენ, რადგანაც თუკი კომპანიაში იყო 10 დეველოპერი, 9 გაუშვეს და ერთი აკეთებს ყველა საქმეს, AI უბერავს, ის უბრალოდ იძლევა, ასე ვთქვათ, მითითებებს, ტექნიკურ დავალებებს, მეც არაფერს. აი ასეთ რეალობას და სცენარს ხედავს Microsoft-ის AI. ჩვენ ალბათ ცოტა ხანი კიდევ გავძლებთ, 1-2 წელი მაინც გვექნება, სანამ დაგვეწევიან AI ტელეწამყვანები. Tesla-ს რობოტები დაგვეწევიან. Tesla-ს რობოტები დაგვეწევიან და რობოტთან ერთად უყურებს საქმეს საღამოს, მანამდე ჯერჯერობით ჩვენ შვიდად შეგვიძლია ვიყოთ და აქვე სულეიმანი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე ახლა პროფესიების შერჩევისას და დროულად უნდა დაიწყო გადაწყობა ახალ რეალობაზე, ანუ იმ რეალობაზე, სადაც ამდენი ბუღალტერი და იურისტი არავის არ დაჭირდება და ამ ადამიანებს მოუწევთ რაღაც სხვა საქმის შესწავლა და ეს საქმე უმჯობესია იყოს არა კომპიუტერთან დაკავშირებული და იყოს უფრო ფიზიკური, უფრო რეალური, ან უფრო ადამიანური. მაგალითად, ის საუბრობს იმაზე, რომ ადამიანებს შორის ერთმანეთთან ურთიერთობა ეს არ იქნება ჩანაცვლებული ფსიქოლოგიით. მაგალითად, ფსიქოლოგია თუნდაც ექიმი. ექიმის პროფესია ჯერჯერობით AI ვერ გააქრობს, მაგრამ PR-ის მენეჯერის პოზიცია სავარაუდოდ AI გააქრობს. აი ასეთია მოკლედ ზოგიერთ PR-თან ურთიერთობას ჯობია AI-ზე კონტაქტი. ხო, ნამდვილად დროულად მაინც მიიღებ პასუხებს. კი ბატონო. Micron Technology მომდენო 10 წლის განმავლობაში მეხსიერების ბარათების წარმოების გაფართოებაზე იზრუნებს და ამ მიმართულებით 200 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებაზე გააკეთებს, რადგან ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნის ზრდამ მეხსიერების ბარათებზე ამ სისტემის ასე ვთქვათ მოთხოვნაც გაზარდა მოკლედ ამ მიმართულებაზე. გეგმა მოიცავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოწინავე ქარხნის გაფართოებას, სადაც Micron-ი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, მიზანი არის 1182 ჰექტარზე კამპუსის გაორმაგება და ჩიპების 2 ახალი ქარხნის აშენება, რომლებიც ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2028 წელს უნდა შევიდეს. Micron-ი ასევე ავითარებს მრავალ ქარხნიან კომპლექსს ნიუ-იორკში, პროექტს, რომელიც კომპანიის აღწერით 20-ზე მეტი წლის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას გულისხმობს. ცხადია, ეს 200 მილიარდი გადანაწილებულია არა 2 ან 3 წელიწადზე. 10 წლეულზე და 20 წლეულზე არის საუბარი. ამ შემთხვევაში Micron-ის გაფართოება ეს გეგმა მოიცავს ასევე სხვა მასშტაბებსაც. კომპანიამ დაანონსა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჰიროსიმაში, იაპონიაში, რათა იქ ააშენოს საწარმო, შესაბამისად აზიის რეგიონში გაუწიოს კონკურენცია მათ შორის ჩინურ ბრენდებსაც, რომელიც საკმაოდ პოპულარულები და მძლავრად არიან. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ და ზოგადად Micron-ის აქციების ღირებულება ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად იზრდება. წლიურ წილში არის განმავლობა 330% გაზრდილი, 12 და ბოლო
დღის დასაწყისში იყო დაახლოებით 44%-იანი ზრდა, მოკლედ ეს კარგი გეგმები აქვს მიკრონს და ზდაც შვენიერია. ხო, ქარხნები ახსენე და სხვათა შორის Ford-ის აღმასრულებელ დირექტორს აქვს ქარხნებთან დაკავშირებით გენიალური იდეა, რომელმაც ეს იდეა გაუზიარა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. უფრო გაუზიარა რა, დახმარებას თხოვა ჯიმ ფარლიმ ტრამპს და ამ დახმარების წერილში როგორც ჩანს ასეთი ინიციატივა იყო განხილული. მოკლედ, ფარლი აცნობიერებს იმას, რომ ჩინეთს ვერ აჯობებენ, ვერც ამერიკელები, ვერც გერმანელები, ვერც იტალიელები და საერთოდ ვერავინ დედამიწაზე ელექტრომობილების წარმოებაში, ამიტომაც Ford-ის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ყველაზე ჭკვიანური იქნება ჩინელები შემოუშვათ ამერიკაში, გავხსნათო ერთიანი საწარმოები, მაგალითად Ford-ის და BYD-ის და დავიწყოთო ავტომობილების წარმოება. უბრალოდ ერთადერთი მთავარი დაშვებით, რომ ამ საწარმოებში მაჟორიტარული წილი, ანუ სამართავი პაკეტი უნდა ქონდეთ ამერიკულ კომპანიებს, იქნება ეს Ford, General Motors თუ სხვა ნებისმიერი. შემოთავაზების იდეა ძალიან საინტერესოა, რადგანაც აქ ფარლი ამბობს ასეთ რამეს, იმიტომ რომ ეს ქარხნები იქნება ამერიკაში წარმოდგენილი, დასაქმდები რა თქმა უნდა ამერიკელი მოქალაქეები, ანუ ისინი მიიღებენ შემოსავლებს და ამით ამერიკის ეკონომიკა იხეირებს და თანაც ამერიკას ცნობა გაუჩნდება საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე, რომელიც ამერიკაში ადგილობრივად განვითარებული არ არის, ბატარეების წარმოებაზე გვაქვს ძირითადად აქ ფოკუსი და ამითი ბაზარზე გამოჩნდება არაერთი შედარებით ხელმისაწვდომი ალტერნატივაც, რაც დღეს ამერიკაში ნამდვილად არ არის. რაც ამერიკის ერთ-ერთი სურვილიც არის, იაფი ტრანსპორტირება ყველა ქვეყანას უნდა. კატრი არის გიგანტია. კი, ნამდვილად მასთან აქვს ზუსტად თანამშრომლობა გაფორმებული და ისინი მიჩიგანში ბატარეებსაც აწარმოებენ ერთობლივად და მოკლედ ესეთი იდეით არის მისული ტრამპთან უბრალოდ ხო ჩინელებს ალბათ მოეწონებათ მინიმუმ ნალაპარაკები ექნებოდათ ამ თემაზე ისე ხო არ მივიდოთ ამ ხოლაკაცი პრეზიდენტთან ბოლო მაგრამ ამ იდეას გამოეხმაურებს ხოთაშური General Motors-ი ანუ Ford-ის თავარი კონკურენტი რომელსაც ვქვა რომ ეს იდეა ძალიან ცუდია ის ადგილობრივ ბაზარს დააზარალებს რადგანაც ალბათ აქ ამოსავალი წერტილი სააგრო უბრალოდ GM-ს ალბათ ჯერ არ აყავს პარტნიორი მოძებნელი ჩინეთში და გონიათ რომ Ford-ი მათ დაასწრებთ ამიტომაც აქ ძალიან გასაგები არგუმენტები არსებობს. წინ არ გაიჭრას Ford-იო GM-ში ფიქრობენ და ბოლოს ინფორმაცია სამედიცინო კომპანია Danaher ამერიკული MedTech კომპანიის მასიმო შესყიდვის დასკვნით ეტაპზე გადავიდა. გარიგების სავარაუდო ღირებულება არის 10 მილიარდი დოლარი და Danaher-ის ყველაზე მასშტაბური შენაძენი იქნება ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში. უნდა აღნიშნოს, რომ გარიგების ფასი მნიშვნელოვან პრემიას მოიცავს, რადგან ამ მომენტისთვის მასიმო შეფასება დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის პაგლებში, შესაბამისად Danaher მას 40%-ით დაახლოებით მეტად აფასებს. ინვესტორების მასიმო განსაკუთრებით საინტერესოა მისი წამყვანი ტექნოლოგიის პულსოქსიმეტრიის გამო რაღაცა არ ვიცი ზომავს პულს ალბათ და ეფშია ჩაშენებული და ძალიან საინტერესო პროდუქტია თუმცა ამ პროდუქტის დათრევა უნდა Danaher-ს ამ შემთხვევაში დაახლოებით 10 მილიარდად. მოკეთ Apple Watch-ია ხუმრობა იქით იყოს ჩაშენებული ეს პროდუქტი, შესაბამისად სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც აქტიურად იყენებენ და მას კარგი ზრდის პერსპექტივა აქვს. სამომავლოდ სწორედ აქედან არის განპირობებული Danaher-ის ინტერესი. ექსპერტების შეფასებით Danaher სამედიცინო მოწყობილობის ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას სურს, ამიტომ თავისი კონკურენტების მსგავსად მცირე ზომის სტარტაპებს ყიდულობს. ამ შემთხვევაში მასიმო განსაკუთრებით მცირე ზომის აღმოჩნდა.